ვინ მოკლა კენედი? ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ. არის თუ არა გასაიდუმლოებულ 80,000 ფაილში ამ კითხვაზე პასუხი. ჩვენ ამ ვიდეოში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ვიდეოს მოწონებას. ჯონ კენედის მკვლელობა ღია ჭრილობად რჩება ამერიკული საზოგადოების ცნობიერებაში. 1963 წლის 22 ნოემბერს დალასის შემზარავმა კადრებმა ბევრი საიდუმლო წარმოშვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ ფაილების გასაჯაროების შესახებ ისევ გააქტიურა სპეკულაციები იმ დღის მოვლენებთან დაკავშირებით. ტრამპმა ამერიკელებს უთხრა: წასაკითხი ბევრია და დაასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია არ დამალავს რაიმე ინფორმაციას. ABC News-ი იტყობინებოდა, რომ ტრამპის განცხადებამ კენედის მკვლელობის ფაილების გასაჯაროების შესახებ დაპირისპირება გამოიწვია იუსტიციის დეპარტამენტში. ეს დაპირისპირება მთელი ღამე გრძელდებოდა. ტრამპმა ეს თემა 2017 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გამო ათასობით ფაილი საიდუმლოდ დარჩა. წელს იანვარში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვით კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა დარჩენილი ფაილი, ასევე რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობასთან დაკავშირებით საჯარო გახდა. დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოითხოვდა საქმეში დარჩენილი არარედაქტირებული ფაილების გასაჯაროებას. ტრამპმა წინასწარ თქვა, რომ გასაჯაროებული იქნებოდა 80,000 გვერდი. სამშაბათს დოკუმენტები გამოქვეყნდა ორ ნაწილად: 19 საათზე 1123 ფაილი, ხოლო 22 საათსა და 30 წუთზე 1059 ფაილი. ჯერჯერობით გაურკვეველია აქედან რამდენი ფაილია ახალი. ბევრი დოკუმენტი ადრეც იყო გამოქვეყნებული ნაწილობრივ რედაქტირებული სახით. არ მჯერა, რომ ჩვენ რაიმეს გადაკეთებას ვაპირებთ, ამბობდა ტრამპი, მაგრამ სამშაბათს ღამით დალუქული ასობით ფაილიდან, როგორც ჩანს, ზოგიერთი ფაილი იყო უხარისხო. რამდენიმე საკითხვა გაძნელდა, რადგან ისინი გაცვეთილია ან არის ცუდად დასკანერებული ფოტოასლები. თქვა დევიდ ბარეტმა პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტიდან, როდესაც მან გამოქვეყნებული მასალები გადაათვალიერა. მისი თქმით, ის არ ელოდება განსაკუთრებით სკანდალურ ინფორმაციას. დროის გასვლამ გამოძიება გაართულა. უფრო რთულია სამართლის პოვნა, როდესაც საქმეში ჩართული ადამიანების უმეტესობა ცოცხალი აღარაა. ათწლეულობის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მიუთითებს, რომ ამერიკელთა უმეტესობას არ ჯერა, რომ მოსვალდი იყო ერთადერთი მკვლელი. მაგრამ კაფიო ალტერნატიული ვერსია დოკუმენტების უახლესი ნაკრებიდან ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. 1992 წელს კონგრესმა მიიღო კანონი გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის 25 წლის განმავლობაში გამოქვეყნების შესახებ. ტრამპმაც მის პირველ ვადაში და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით დოკუმენტების მთელი გროვა გაავრცელეს, მაგრამ ათასობით ფაილი ისევ ნაწილობრივ ან სრულად საიდუმლოდ დარჩა. ახლა სწორედ ეს ფაილები გაიხსნა. სანამ ახალ საიდუმლო ინფორმაციებზე ვისაუბრებთ, მოდი ორი სიტყვით გავიხსენოთ კენედის მკვლელობის გამოძიების ოფიციალური ვერსია. 1963 წლის 22 ნოემბერს, როდესაც ჯონ კენედი და პირველი ლედი ჟაკლინ კენედი დალასში ჩაფრინდნენ, მათ მოწმენდილი ცა და ენთუზიაზმით სავსე ხალხი დახვდათ. მომდევნო წელს ამერიკაში არჩევნები იმართებოდა და ისინიც სწორედ ტეხასში პოლიტიკური კავშირების გამოსასწორებლად ჩავიდნენ. როცა ავტოკოლონა ქალაქის ცენტრში სააღლომო მარშრუტს ასრულებდა, ტეხასის სკოლის წიგნსაცავის შენობიდან სროლის ხმა გაისმა. კენედის მკვლელობის ბრალადებით პოლიციამ 24 წლის ლი ჰარვი ოსვალდი დააკავა, რომელმაც გამოძიების ვერსიით პრეზიდენტს მე-6 სართულზე სნაიპერის პოზიციიდან ესროლა. 2 დღის შემდეგ ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ ციხეში გადაყვანის დროს თავად ოსვალდს ესროლა. ოსვალდი საციკდვილოდ დაიჭრა. კენედის მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ უორენის კომისიამ, რომელიც საქმის გამოსაძიებლად პრეზიდენტმა ლონდონ ბი ჯონსონმა დააარსა, დაასკვნა, რომ ოსვალდი მარტო მოქმედებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება შეთქმულების შესახებ. თუმცა ეს ვერსია დღემდე ბევრს არ ჯერა და ალტერნატიული თეორიებიც დაიბადა. ახლა სწორედ დიდი რაოდენობით ფაილები გამოქვეყნდა და ანალიტიკოსები მას ამ წუთებში იკვლევენ, სანამ გავიცნობით ზოგიერთ ახალ ინფორმაციას, არხის გამოწერა შეგახსენებს სულ 1 წამი ჭირდება. დაზვერვის ოფიცერი, შეშინებული ჯეი გარეთ ანდერჰილი, ჯონ კენედის მკვლელობის მომდევნო ღამეს ვაშინგტონში გაიქცა. ის მივიდა ნიუ-ჯერსიში მეგობრის სახლში, სადაც აშკარად არეული გონებით საუბრობდა. გასაიდუმლოებული დოკუმენტების თანახმად ანდერჰილი ამტკიცებდა,
რომ კენედის მკვლელობაზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მცირე ჯგუფი იყო პასუხისმგებელი. სავარაუდოდ ანდერჰილმა თავის მეგობარს ჩარლენ ფიტცსიმონს უთხრა, რომ კენედის მკვლელობა CIA-მ მოაწყო. ლი ჰარვი ოსვალდი არის გულუბრყვილო, ეს ანდერჰილის სიტყვებია. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ნამდვილმა დამნაშავებმა რაღაც საზიზღრობა ჩაიდინეს და სავარაუდოდ ჩართული იყვნენ რეკეტში, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, პოლიტიკურ ინტრიგებით, манипуლირებაში და სხვა უკანონო ქმედებებში. ანდერჰილის სამხედრო დაზვერვის ოფიცრისა და სამხედრო საქმეების სამწერლობო წარსული მის შიშებს სანდოობას ანიჭებდა. მეგობრები, რომელთანაც ანდერჰილი მივიდა, ამბობენ, რომ ის ფხიზელი და ძლიერ შეშინებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ანდერჰილი იყო საღონებაზე, რაციონალური და ობიექტური, მისი ეს ლაპარაკი თავიდანვე არ აღიქვეს სერიოზულად. ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ CIA-ში კორუმპირებული ჯგუფები შეიძლება ყოფილიყვნენ. სიცოცხლის საფრთხის შიშით ანდერჰილმა დატოვა ვაშინგტონი და უთხრა მეგობრებს, რომ შესაძლოა იძულებული გამხდარიყო ქვეყნიდან გაქცეულიყო. 6 თვის შემდეგ 1964 წლის 8 მაისს ანდერჰილი ვაშინგტონში საკუთარ ბინაში თავში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსია იყო თვითმკვლელობა, მაგრამ იყო უზუსტობები. მაგალითად ის ფაქტი, რომ მას ნასროლი ჰქონდა მარცხენა ყურს უკან, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე იყო. ანდერჰილის ცხედარი აღმოაჩინა კაცმა სახელად აშერ ბრაინსმა, რომელიც ჟურნალ New Republic-ის თანამშრომელი იყო. ახლა ყურადღებით. საიდუმლო დოკუმენტებში ნათქვამია, ანდერჰილის სიკვდილის შესახებ თვითმკვლელობის ვერსია არავითარ შემთხვევაში არ არის დამაჯერებელი. ანდერჰილის ცხედარი იპოვა ჟურნალ ახალი რესპუბლიკის თანამშრომელმა აშერ ბრაინსმა. მას ესროლეს მარცხენა მხრიდან, ასევე ავტომატური პისტოლეტი მარცხენა მხრის ქვეშ იყო. უცნაურია, ამბობს ბრაინსი, რადგან ანდერჰილი იყო მემარჯვენე. ბრაინსი ფიქრობს, რომ პისტოლეტს უნდა ქონოდა ხმის ჩამხშობი, რადგან გასროლის ხმა არავის გაუგია. ანდერჰილი აშკარად რამდენიმე დღის მკვდარი იყო. ვინ იყო ანდერჰილი? 1915 წელს ბრუკლინში დაბადებული ანდერჰილი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის დაზვერვის სფეროში მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოხვდა. სამხედრო სამსახურში მისმა მუშაობამ მას ომის დეპარტამენტის საუკეთესო თანამშრომლის სტატუსი მოუტანა. ომის შემდეგ მას CIA აკვირდებოდა, რათა თავისთან სამუშაო დაეყვანათ. თუმცა ჩანაწერები მიუთითებს, რომ მას საიდუმლო მასალაზე მხოლოდ შეზღუდული წვდომა მისცეს. 1950-იან წლების შუა პერიოდისთვის ანდერჰილს ჰქონდა ძალიან კარგი ჟურნალისტური კავშირები და როგორც კონსულტანტი წერდა Life and Esquire-ისთვის. ის ხშირად აკრიტიკებდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მზადყოფნას. მისი ურთიერთობა სადაზვერვო სააგენტოებთან გრძელდებოდა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის სამხედრო ანალისტთან დაკავშირებით. თავად მანაცნობა FBI-ს და CIA-ს ჰერმან აქსელბანკის შესახებ. ეს იყო კაცი, რომელიც ყიდიდა საბჭოთა სამხედრო ობიექტების ფოტოებს. ახლა გადავიდეთ უშუალოდ კენედის მკვლელობის დღეზე. ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები აძლიერებს არსებულ ეჭვებს ლი ჰარვი ოსვალდის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ჩანაწერში ნათქვამია, რომ ოსვალდი მარტო მოქმედებდა, უზუსტობები რჩება. გასროლის დროს ტყუის ტრაექტორია და მოწმეების ჩვენებები მიუთითებს მეორე მსროლელის არსებობაზე. ახლა ისევ ყურადღებით. არსებობს 29 წამიანი ვიდეოფილი, რომელსაც ზაპრუდერის ფილმს უწოდებენ. ზაპრუდერის ფილმი არის 8 მმ-იანი ჩუმი ფერადი კინოკადრები, გადაღებული აბრაამ ზაპრუდერის მიერ ბელენ ჰოუელის სამოყვარულო კამერით. ფილმზე ასახულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ კენედის ავტოკოლონა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კენედისთვის სროლის ერთადერთი კადრები, ზაპრუდერის ფილმი ითვლება როგორც ყველაზე სრულყოფილი ვიდეო ფაილი, რომელიც იძლევა შედარებით მკაფიო ხედს ამაღლებული პოზიციიდან. ეს არის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ვიდეო კადრები. განსაკუთრებით ვიდეო კადრების ფინალი, რომელმაც გააღრმავა თეორიები იმის შესახებ, იყო თუ არა ლი ჰარვი ოსვალდი მარტო. აბრაამ ზაპრუდერი იდგა ბეტონის შემაღლებულ ადგილზე, ქუჩის გასწვრივ. ის კადრების გადაღებას იწყებს იმ დროიდან, როდესაც საპრეზიდენტო ლიმუზინმა შეუხვია ელმის ქუჩაზე. ფილმი გრძელდება სულ 26.6 წამი. სროლა აღბეჭდილია ფილმის 313 კადრში. ის ასახავს პრეზიდენტის მკვლელობას და შემდეგ ჩანს კენედის თავის უკან მოძრაობა, რაც ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ყველა გასროლა კენედისკენ განხორციელდა უკნიდან. ვინ იყო ოსვალდი? ოსვალდის ისტორია მხოლოდ აღრმავებს საიდუმლოებას. ის იყო ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი, რომელიც საბჭოთა კავშირში ჩავიდა 1959 წელს. შემდეგ კი რუს მეუღლესთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა. დადასტურებულია მისი კავშირები კასტროს მომხრე და მოწინააღმდეგე ჯგუფებთან. მას აკვირდებოდა CIA და FBI. ეს ყველაფერი ბევრს აფიქრებინებს, რომ
ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა. ფედერალური საიდუმლოების გასაჯაროების შესახებ ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანა პაულინა ლუნამ მხარი დაუჭირა აზრს, რომ უორენის კომისიის დასკვნაში ორ მსროლელზეა საუბარი. გამოქვეყნებულ ფაილებში ასევე ნახსენებია კაცის სახელად სამუელ ჯორჯ კამინგსი, იარაღის მოვაჭრე სადაზვერო კავშირებით. კამინგსი, როგორც იარაღის ექსპერტი, CIA-სთან მუშაობდა. ის მონაწილეობდა უცხოური იარაღის შეძენასა და გავრცელებაში. დოკუმენტები მიუთითებენ, რომ ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ სადაზვერო სააგენტოებთან, მათ შორის დასავლეთ გერმანიის დაზვერვასთან. მას შესაძლოა გარკვეული როლი ეთამაშა ფიდელ კასტროს საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის იარაღის საიდუმლოდ შეძენის საქმეში. მისი კომპანია ინტერ არმკო წინააღმდეგობის ჯგუფებისთვის იარაღის წიწოდებაში მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი კამინგსა და კენედის წყვილობას შორის, მისმა საქმიანობამ და სადაზვერვო სააგენტოებთან მისმა კავშირებმა კითხვები წარმოშვა. კიდევ ერთი ამოუხსნელი საიდუმლო არის ის, თუ რატომ ესროლა დალასის ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ ჰარი ოსვალდს კენედის წყვილობიდან 2 დღის შემდეგ. ჯეკ რუბის ჰქონდა კავშირები ორგანიზებულ დანაშაულთან, მიუხედავად იმისა, რომ რუბი ამტკიცებდა, რომ მან ოსვალდს კენედის წყვილობის გამო ესროლა. სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის ცდილობდა პრეზიდენტის კვლელი გაეჩუმებინა, სანამ ის უფრო მეტ ინფორმაციას გაამჟღავნებდა. ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა რუბის სასამართლო პროცესმა და პატიმრობაში მისმა დაღუპვამ ავადმყოფობის გამო. ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთი ექიმი ლუი ჯოლიონ ვესტი, რომელიც მას ციხეში მკურნალობდა, ჩართული იყო CIA-ის გონების კონტროლის პროგრამაში. ამ საქმის მიმართ ჯერ კიდევ არსებობს უმამრავი საეჭვო თეორია, მაგალითად, ჯადოსნური ტყუის თეორია, რომლის მიხედვითაც ერთი ტყვია მოხდა როგორც კენედის, ასევე ტეხასის გუბერნატორს ჯონ კონალის. ახლა კი ოსვალდი და საბჭოთა კავშირი. ადრე გამოქვეყნებული ზოგიერთი დოკუმენტი იძლევა დეტალებს, მათ შორის CIA-ის ინფორმაციებს, რომელიც ეხება კენედის წყვილობამდე რამდენიმე კვირით ადრე მეხიკოში მოგზაურობის დროს ოსვალდის ვიზიტებს საბჭოთა კავშირისა და კუბის საელჩოებში. თურმე 1964 წლის aprilში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა ოსვალდის ავტობუსით მოგზაურობა მექსიკაში კენედის მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე. მათ შორის გაარკვიეს მის ირგვლივ მსხვილობთა სახელები და თუნდაც ის, რომ მას ეცვა მოკლე სახელოვებიანი ღია ფერის სპორტული პერანგი ქურთუკის გარეშე. CIA-ის ერთ-ერთ მოხსენებაში აღწერილია, თუ როგორ დაურეკა ოსვალდმა საბჭოთა კავშირის საელჩოს მეხიკოში ყოფნისას და სთხოვა ვიზა საბჭოთა კავშირის მოსანახულებლად. ის ასევე ეწვია კუბის საელჩოს, როგორც ჩანს, სამოგზაურო ვიზისთვის, რომელიც საშუალებას მისცემდა ჩასულიყო კუბაში და იქ დალოდებოდა საბჭოთა ვიზას. 3 ოქტომბერს მკვლელობამდე ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე ოსვალდი შეერთებულ შტატებში ტეხასის საზღვრის კვეთის პუნქტის გავლით დაბრუნდა. სხვა მოხსენებაში, რომელიც თარიღდება კენედის მკვლელობის მომდევნო დღით, ნათქვამია, რომ მეხიკოში განხორციელებული სატელეფონო ზარის მიხედვით სექტემბერში საბჭოთა საელჩოში ყოფნისას ოსვალდი კაკების ოფიცერს დაუკავშირდა. იმ ფაილებში ალბათ კიდევ ბევრი ინფორმაცია იმალება, ან იქნება ახალი არც არაფერია. როგორც ამბობენ, კენედის საქმის გარდა იმ ფაილებიდან ბევრი სხვა ინფორმაციის გარკვევაც შეიძლება, მათ შორის იმდროინდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე, სხვა სახელმწიფოებისა და გაერთიანებების მიმართ ამერიკის პრეზიდენტების დამოკიდებულებებზე, საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით და სხვა. როგორც ამბობენ, ამ ყველაფრის გარკვევას თვეები დასჭირდება. მანამდე კი ისევ ახალი ტალღით გავრცელდება შეთქმულების თეორიები და ტყუილის სიმართლეს ოსტატურად შეერევა. მსოფლიო კი ნამდვილად აჩქარებული ტემპით მიექანება გაურკვეველი პოლიტიკური სტატუს quo-სკენ. ამ სიტუაციაში კი ნამდვილად სწორ მხარეს დგომა გვმართებს. ჩვენ ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით და გავაანალიზებთ ამ საქმესთან დაკავშირებით რა ახალი ფაილები აღმოაჩინეს ამ პერიოდში. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დააყენეთ ზარეზღილაკი, რათა არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები. დიდი მადლობა.